ივნისში საქართველოს ექსპორტი 20%-ით შვიდა $71 მილიონ გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში არ აკონკრეტებს თუ კონკრეტულად რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი. თანხაში რომ გამოვსახოთ, წინა წელთან შედარებით $131 მილიონი არის გაზრდილი. ამავე პერიოდში იმპორტი 7%-ითაა გაზრდილი $1,600 მილიონ. 20 ივლისამდე დეტალური მონაცემები არ გვექნება, თუმცა ჩვენ მაინც შევეცადეთ მეტი განმარტება მიგვიღო საქსტატისგან. ამ ეტაპზე ვერც სტუმრობა და ვერც დამატებითი განმარტებების მოწოდება ვერ მოხერხდა. ერთადერთი განმარტება, რაც ამ დრომდე გვაქვს, ეს პრემიერ ირაკლი კობახიძის განმარტება. ეკონომიკური აქტივობა არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც, როგორც მოიხსენებათ, არის ძალიან მაღალი. გვაქვს პირველი 5 თვის მონაცემები და ზრდა არის დაახლოებით 8% და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი განაპირობებს საოჯრო ბრუნვის თვალსაზრისითაც გაზრდილ მონაცემებს. უნდა ითქვას, რომ ყველა ობიექტური კვლევა საქართველოს სათანადოდ აფასებს, სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, იქ ყველა აღიარებს საქართველოს განსაკუთრებულ ეფექტიანობას. ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და სწორედ ამის გამოხატულება ის რეიტინგები, რომლებიც გვექნება ხოლმე. თავისთავად ის რომ საუდის არაბეთსა და ნორვეგიას შორის არის მოქცეული ჩვენი ქვეყანა ეფექტიანობის თვალსაზრისით და კრიზისების მიმართ მედეგობის თვალსაზრისით, ეს ძალიან საინტერესოა, იცით რომ ორივე არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, მაგრამ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა და სწორედ ამის დამსახურება ის რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკურ სტაბილურობას მიუხედავად არაერთი კრიზისისა, რომელიც განვითარდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენს გარშემო უკრაინაში დაიწყო ომი და ამის მიუხედავად ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ახლო აღმოსავლეთში განვითარდა ძალიან მძიმე კრიზისი და ამის მიუხედავადაც შეინარჩუნა ქვეყანა ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებული კრიზისი პირდაპირ აისახა მათ შორის ტურიზმზე, სხვადასხვა სექტორზე, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ალტერნატიული რესურსების სწორად გამოყენება და შესაბამისად არ შენელებულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის საერთო სტაბილურობას და მათ შორის კონკრეტულად ეკონომიკურ სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ქვეყანა იმართება ეფექტიანად. ეს იყო ირაკლი კობახიძის მთავარი გზავნილი და ამ გზავნილის მხარდასაჭერად მან ევროპარლამენტის ნორმანდი ინდექსს მოიყვანა, რომელსაც 2019 წლიდან ევროპარლამენტის კვლევითი სამსახური ამზადებს და სადაც 2025 წლის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკური კრიზისების მიმართ მედეგობის თვალსაზრისით მეორე ადგილზე გავიდა. ბოლო პერიოდის გეოპოლიტიკური არეულობა, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომი, რომ საქართველოსთვის ეკონომიკური ბუსტერი აღმოჩნდა და მედეგობის საკმაოდ დიდი ბალიში შექმნა. ამ მოსაზრებას ყველა საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო იზიარებს. ეს ახალი აღმოჩენა არ არის, არც ის არის ახალი, რომ სანამ ეს ომი გრძელდება, სამწუხაროდ და ყოველთვის რთულია ხოლმე ამხელა ტრაგედიაზე კაპიტალიზების ხაზგასმა, მაგრამ ფაქტია, სანამ ეს ომი გრძელდება, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ომის ეფექტით სარგებლობას. უფრო საინტერესოა ამ ბუსტერის ეფექტის მიღმა, რა კეთდება საქართველოში, რომ ეკონომიკა იყოს მედეგი ინსტიტუციურად და არა მხოლოდ სიტუაციურად. განვითარების როგორი სტრატეგიული ხედვა აქვს საქართველოს. ნორმანდი ინდექსში შეიძლება ნათლად ამოიკითხოთ, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა, დეზინფორმაციის გავრცელება და დემოკრატიული პროცესები ინდექსის ეს სამი კომპონენტი განსაკუთრებით პრობლემურია საქართველოს შემთხვევაში. დეზინფორმაციის ტენდენცია განსაკუთრებით საინტერესოა. 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე ამ კომპონენტის ქულა სულ უარესდებოდა და 2025 წლის მდგომარეობით ყველაზე მძიმე სურათი გვაქვს. საუკეთესო 10 ქულიდან საქართველოს მაჩვენებელი 1 და 62-ია. საინტერესო სურათს აჩვენებს ენერგეტიკული უსაფრთხოების კომპონენტით. სრულიად თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფექტიანობას თუ მედეგობას აქ გარე ფაქტორები უფრო მეტად განაპირობებს, ვიდრე შიდა მმართველობითი გადაწყვეტილებები. ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა, რის გამოც საქართველოს ამ კომპონენტში მაქსიმალურ ქულებს ვერ იღებს, არის შიდა გენერაციის არასაკმარისი სიმძლავრე და ზამთრის თვეებში
მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება. პროგრესი ძირითადად მიიღწევა საქართველოს სატრანზიტო როლის გაძლიერებით და ევროპულ პროექტებთან ინტეგრაციის მცდელობებით. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საჭიროება შუა დერეფნის თუ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დიდ კონტექსტში ეს თავისთავადი მოცემულობა რეიტინგზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ ის რომ წლებია საქართველოში მაგალითად დიდი ჰესები ვერ შენდება, რაც უკვე ცალსახად შიდა მმართველობის საზომია, ეს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, როგორც პრემიერმა თავად უწოდა, ამ ობიექტურ რეიტინგშიც კი გამოწვევად ტოვებს. დემოკრატიულ პროცესებს რაც შეეხება, ამ კომპონენტში 2025 წლის მდგომარეობით ქვეყანას ყველაზე დაბალი ქულა აქვს. დემოკრატიული პროცესები ინდექსის კონტექსტში მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად ახლოს იქნება საქართველო გლობალური გადაწყვეტილებების მაგიდასთან. მაგალითად, რამდენად მიიწვევენ ნატოს სამიტზე, რამდენად მოხვდება საქართველო სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის მაღალი რანგის ვიზიტების დღის წესრიგში, რამდენად ურისკოდ და კარგ პირობებში მოიზიდავს ის თანხებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ან თუნდაც რამდენად თანაბარ მდგომარეობაში იქნება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, თუ თუნდაც იგივე ჩინეთთან მიმართებით, როცა საქმე სტრატეგიულ მოლაპარაკებებს შეეხება. დღეს ეს უპირატესობა საქართველოს დაკარგული აქვს. ამ კვირაში მოვისმინეთ ერთ-ერთი ყველაზე ღია და არაურაზროვანი პოზიცია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობისგან. კაია კალასმა პირდაპირ თქვა, რომ ევროკომისიას საქართველოს მთავრობასთან საქმის დაჭერა არ სურს. მან ეს თქვა შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან ახლა პრობლემები აქვს. შავი ზღვის სტრატეგია გვაქვს გასული წლიდან, ახლა ლაპარაკია მის შესრულებაზე. შავი ზღვის გარშემო არსებული ქვეყნები, რა თქმა უნდა, არიან ამის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახლა ჩვენ გვაქვს პრობლემები საქართველოსთან. არ გვაქვს კავშირები მთავრობასთან, არ გვინდა მხარი დავუჭიროთ მთავრობას. გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ხალხს. მსჯელობთ აგრეთვე იმაზე, როგორ გავაკეთოთ საუკეთესოდ ისე, რომ ხალხმა არ დაკარგოს ევროკავშირის მიმართ რწმენა. მოკლედ რომ შევაჯამოთ მიმოხილვის ეს ნაწილი და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩემს საავტორო მოსაზრებას გიზიარებთ, სავარაუდოდ ქართული ოცნების მმართველობის ეფექტიანობის უფრო ზუსტი შეფასება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ბუსტერის ეფექტი სრულად გაიწოვება. ეს რომ ჯერ კიდევ პროცესია და ბოლომდე არ დასრულებულა, ჩანს საერთაშორისო სავაჭრო პალატის და ები ჯგუფის მიერ მომზადებული საერთო ინდექსიდანაც საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი. ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიგნება რუსეთთან ეკონომიკური კავშირების დინამიკას ეხება. ფულადი ნაკადების მოცულობა რუსეთიდან 1 წლის განმავლობაში 85%-ით არის შემცირებული 653 მილიონიდან 95 მილიონ დოლარამდე, რასაც ავტორები სწორედ 2022 წლის შემდეგ არსებული ზრდის ტალღის დასრულებას უკავშირებენ. შედეგად რუსეთის წილი საერთო ინდექსში წლიურ ჭრილში შემცირებულია დაახლოებით 16%-დან 11%-მდე, რითაც მისი როგორც დომინანტი პარტნიორის პოზიცია თურქეთის ზონამდე დადის. ინდექსში მნიშვნელოვნად არის გამყარებული ჩინეთის პოზიციები. ექსპორტის მკვეთრი ზრდის ხარჯზე ქვეყანამ წლიურად 55%-იანი ზრდა აჩვენა და მეოთხე ადგილზე გავიდა, რითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუსწრო. ამერიკის წილი უპირატესად იმპორტის შემცირების გამო დაახლოებით 10%-დან 7%-მდე შემცირდა. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თუ ჩინეთთან ურთიერთობების კონტექსტში მთავრობის გააქტიურება იწვევს სავაჭრო კავშირების გამყარებას და მაჩვენებლების ზრდას, ევროკავშირთან გაფუჭებული ურთიერთობები პირიქით უნდა მოქმედებდეს ევროკავშირთან ვაჭრობაზე. თუმცა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინდექსშიც, ისევე როგორც სხვა ინდექსებშიც და სტატისტიკურ მონაცემებშიც ნათლად ჩანს, თუ ვისთან ურჩევნია ბიზნეს, გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების დაჭერა. საქართველოს საგარეო დამოკიდებულების ეკონომიკური ინდექსი აჩვენებს, რომ მართალია ევროკავშირმა კვარტალურ ჭრილში 13%-იანი კლება განიცადა დაახლოებით, თუმცა წლიურად მისი მაჩვენებელი დაახლოებით 4%-ით არის გაზრდილი, რითაც მან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი შეინარჩუნა და ინდექსში წილი 18%-დან დაახლოებით 20%-მდე გაზარდა. სამომავლოდ ორ სტრუქტურულ ცვლილებას უნდა მიექცეს ყურადღება. ჩინეთი მეოთხე ადგილზე დაწინაურდა ექსპორტის მკვეთრი ზრდის ხარჯზე, რაც შენარჩუნების შემთხვევაში შეცვლის საქართველოს სავაჭრო სტრუქტურას, ხოლო ევროკავშირმა კვლავ განიმტკიცა პოზიცია როგორც უმსხვილესმა პარტნიორმა და ინდექსის 19.7% დაიკავა. ამის საპირისპიროდ ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელმა იკლო იმპორტის შემცირების გამო. საგარეო სექტორის მასშტაბი, რომელიც მშპ-ს 98.2%-ში ადგენს, კვლავ შიდა ეკონომიკის ზომის დოლფასია, თუმცა დღეს იგი ბევრად მყარ და დივერსიფიცირებულ
საფუძველს ემყარება. ვინაიდან გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა დამოკიდებულება ფულადი ნაკადების ერთ სტაბილურ წყაროზე. თავარი კითხვა ახლა ალბათ ის არის, როგორ დახვდება საქართველოს იმ დროს, როცა ომის ეფექტი საბოლოოდ განულდება და დროებითი ბუსტერი განილევა. ქვეყნის მმართველობის, მათ შორის ეკონომიკური მმართველობის რეალური ეფექტიანობაც ალბათ სწორედ მაშინ გამოიცდება, როცა დღის წესრიგში დადგება საკითხი, რამდენად შეძლებს საქართველოს ინსტიტუციურად მყარი, დემოკრატიული და ენერგეტიკულად თვითმკარი პარტნიორი სტატუსით დაიკავოს ადგილი გლობალური გადაწყვეტილებების მაგიდასთან, რის შესაძლებლობების ფანჯარაც ჩვენთვის ისევ და ისევ სწორედ უკრაინის ბრძოლის უნარიანობის შედეგად გაიხსნა.